ომი და წესები. ერთი შეხედვით, ეს ორი სიტყვა ერთად საერთოდ არ ჯდება, ხო, მართალია? აბა დაფიქრდით. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ არსებობს კანონების მთელი კრებული, რომელიც ზუსტად ბრძოლის ველისთვისაა შექმნილი? მოდით, აი ამ უცნაურ პარადოქსში გავარკვეთ. თუ რა არის ეს ომის წესები? მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და მთავარი კითხვა დავსვათ. როცა ირგვლივ ყველაფერი ქაოსშია, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, საერთოდ შეიძლება კი რამე წესრიგზე ვილაპარაკოთ. და სწორედ ამ ერთი შეხედვით პასუხგაუცემელ კითხვას ცდილობს პასუხი გაცეს სამართლის მთელი დარგი. ამ სისტემას, რომელიც მოდით ვთქვათ ქაოსის მოთვინიერებას ცდილობს, თავისი ოფიციალური სახელიც აქვს. ნახოთ, რა დგას ამ სახელის უკან. აი ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. უნდა გვესმოდეს, რომ მისი მიზანი არა ომის აკრძალვაა. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია. არა, მისი მიზანია, რომ ომის საშინელის შედეგები რამდენადაც შესაძლებელია შეამსუბუქოს. იცით, ეს თითქოს კაცობრიობის მცდელობა, რომ ყველაზე არაადამიანურ ვითარებაშიც კი ადამიანობა არ დაკარგოს. თუ დავშლით, ამ სამართალს ორი მთავარი ამოცანა აქვს. პირველი, დაიცვას ყველა, ვინც ბრძოლაში არ მონაწილეობს და მეორე, დააწესოს ლიმიტები ომის წარმოების მეთოდებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ბრძოლის ველზეც კი ყველაფერი ნებადართული ნამდვილად არ არის. და აქ მივდივართ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპამდე. ესა განსხვავება მებრძოლსა და სამოქალაქო პირს შორის. კანონი ამბობს ძალიან მკაფიოდ, სამიზნეს შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც იარაღით ხელში იბრძვის. ყველა სხვა, მშვიდობიანი მოქალაქე, ექიმი, დაჭრილი, ჰუმანიტარული მუშაკი, დაცულია. ეს არის ასე ვთქვათ ამ სამართლის ქვაკუთხედი. კარგი, მაგრამ საიდან მოდის ეს წესები? ვინ დაადგინა? ამ ყველაფრის საფუძვლად რამდენიმე ისტორიული დოკუმენტია, რომელთა სახელიც დარწმუნებული ვარ, ყველას გაგიგიათ. დაიმახსოვრეთ ეს წარიღი. 1959 წელი. წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებულია, ყველაფერი ნანგრევებშია და სწორედ ამ დროს კაცობრიობა წყვეტს, რომ რაღაც ახალი მტკიცე გარანტიებია საჭირო. აი სწორედ მაშინ იბადება თანამედროვე ჟენევის კონვენციები. ეს არ არის უბრალოდ ერთი დოკუმენტი. წარმოიდგინეთ, ეს არის 4 კონვენციისგან შემდგარი სისტემა. 4 მძლავრი საყრდენი, რომელიც ცდილობს ადამიანის ღირსება დაიცვას ომის ჯოჯოხეთში. პირველი კონვენცია ეხება ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ. ის ამბობს, რომ დაჭრილი მებრძოლი, სულ ერთია რომელი მხრიდან არის, უკვე სამიზნე აღარაა. ის უბრალოდ ადამიანია, რომელსაც შველა სჭირდება. მეორე კონვენციას იგივე ჰუმანური ლოგიკა გადააქვს უკვე ზღვაზე. ანუ დაჭრილი ავადმყოფი ან გემის ჩაძირვისას წყალში აღმოჩენილი სამხედროებიც აბსოლუტურად იგივე დაცვით სარგებლობენ. ახლა მესამე კონვენცია, რომელიც ალბათ ყველაზე ცნობილია. ის ეხება სამხედრო ტყვეებს. აქ მკაცრადაა გაწერილი წესები, თუ როგორ უნდა მოექცე ტყვეს, ჰუმანურად, წამების გარეშე, ღირსების შემლახავი მოპყრობის გარეშე. და ბოლოს, მეოთხე, უმნიშვნელოვანესი კონვენცია. ის მთლიანად სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას ეძღვნება. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ კონფლიქტში ყველაზე მეტად ზარალდებიან. ეს დოკუმენტი კრძალავს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს, მათზე ძალადობას და მათ გამოყენებას. მაგრამ ხომ იცით, სამყარო მუდმივად იცვლება. შესაბამისად, კონფლიქტები სულ უფრო ახალ და უცნაურ ფორმებს იღებს. ამიტომ ომის წესები არ არის რაღაც ქვაზე დაწერილი, გაყინული დოგმა. არა, ის ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც მუდმივად ვითარდება. ანუ 1959 წლის შემდეგ ეს პროცესი არ გაჩერებულა. საერთაშორისო სამართალი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს დროს. განსაკუთრებით კი 21 საუკუნეში, როცა უამრავი ახალი გამოწვევა გაჩნდა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ცენტრალურ როლს გაერო თამაშობს. სწორედ აქ ცდილობენ, რომ პასუხები იპოვონ თანამედროვეობის გამოწვევებზე და კანონები ახალ, ბევრად უფრო კომპლექსურ რეალობას მოარგონ. აი, ამის შესანიშნავი მაგალითი ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, 1325 და 1899. ორივე მათგანი ერთ განსაკუთრებით აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას ეხება. და იცით, ამ დოკუმენტებმა რადიკალურად შეცვალა მიდგომა. ყველამ გააცნობიერა, რომ მშვიდობა ეს ხომ მხოლოდ იარაღის დაყრა არ არის, არა. მშვიდობა ნიშნავს, რომ მყარ საზოგადოებას აშენებ. და როგორ უნდა ააშენო ასეთი საზოგადოება, თუ მოსახლეობის ნახევარს, ანუ ქალებს, ამ პროცესში არ თავ. ხო და აი ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება და იზრდება ჰუმანიტარული სამართალი და როგორ პასუხობს ის თანამედროვეობის გამოწვევებს. და მაინც, რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? რატომ ვცდილობთ, რომ წესები დავაწესოთ იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველა წესი ისედაც ირღვევა?
პასუხი ალბათ აი ამ ძალიან მარტივ, მაგრამ უზომოდ ძლიერ ფრაზაშია. ომსაც კი აქვს საზღვრები. ეს არის მთელი ის ფილოსოფია, რომელიც ამ სისტემას უდევს საფუძვლად. თავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ეს წესები ჩვენი როგორც კაცობრიობის საერთო მცდელობაა, რომ არ დავკარგოთ ადამიანური სახე. ეს არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელზეც ყველა შევთანხმდით და რომლის ქვემოთაც ჩასვლა უბრალოდ არ შეიძლება. და ბოლოს. მოდი დავფიქრდეთ მომავალზე. ხომ ხედავთ, სამყარო არ ჩერდება. კონფლიქტები სულ უფრო რთული ხდება. საუბრობთ კიბერშეტევებზე, ჰიბრიდულ ომებზე. ოდე ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოერგოს ეს ძველი, ფუნდამენტური პრინციპები სრულიად ახალ გამოწვევებს. აი ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ალბათ მთელ კაცობრიობას ერთად გვაქვს საპონელი.